ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხრეთ კორეასთან ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელოვნად შემცირების მთავარი მიზეზი თავად სამხრეთ კორეის პოზიციაა, არ ჩაერთოს ირანთან მიმდინარე კონფლიქტში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მრავალწლიან პარტნიორთან წვრთნების შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი ასევე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან არსებული დადებითი ურთიერთობაა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, კიმ ჩენ ინი მას ყოველთვის დიდ პატივს სცემდა. როდესაც ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებმა პრეზიდენტს კითხეს, ესაუბრა თუ არა იგი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუბარი შედგა, თუმცა მან კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ ისურვა. South Korea has been protected by us for many years. სამხრეთ კორეას მრავალი წლის განმავლობაში ვიცავდით. ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ისინი დათანხმდნენ, რომ ჩვენთვის წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდი დოლარი გადაეხადათ. ამის გაკეთება მათ მევთხოვე. ჩემი თხოვნა იყო ეს. უთხარი რომ არასწორად იქცეოდნენ, არ იყვნენ კმაყოფილი, მაგრამ ამას მაინც დასთანხმდნენ. თავიდან 10 მილიარდი დოლარი უთხარი, ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ. ბოლოს შევთანხმდით, რომ ეს იქნებოდა 3 მილიარდი დოლარი და ის ყოველწლიურად გაიზრდებოდა. შესაბამისად, მათ დაიწყეს გადახდა, რომ ჩვენ ისინი დაგვეცვა, როდესაც არჩევნები გაყალბდა 4 წლის განმავლობაში გარედან მომიწია ყველაფრის ყურება. შემდეგ დაუბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ ბაიდენმა ეს 3 მილიარდი დოლარი უმიზეზოდ გააუქმა. ცოტა ხნის წინ დავურეკე სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, რომელიც ძალიან მომწონს. ვფიქრობ, რომ ის სინამდვილეში ძალიან კეთილია. მე მას ვუთხარი, გსურთ დაგვეხმაროთ? ირანთან დაკავშირებით ჩვენ არ გვჭირდება დახმარება, მაგრამ თუ გსურთ დაგვეხმარეთ. მან მიპასუხა, არა გმადლობთ. მე ვუთხარი, მოიცადეთ ერთი წუთით. თქვენთან 39,000 ჯარისკაცი ყავს, რომლებიც კიმ ჩენ ინისგან. თქვენი კარის მეზობლისგან გიცავენ და თქვენ არ გსურთ, რომ ირანში ძალიან მარტივ სამხედრო ოპერაციაში დაგვეხმაროთ? ეს უცნაურია. არა, ჩვენ არ გვინდა აქ ჩავერთოთ. მე ვუთხარი, კარგი, მაგრამ მაშინ ჩვენ რატომ ვართ ჩართულები თქვენს დახმარებაში? მე მინდა დავეხმარო მათ, მაგრამ იცით, როდესაც ვინმეს დახმარებას თხოვ და ისინი გპასუხობენ, არა გმადლობთ, თან გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ მათ ვიცავთ, რაც მილიარდობით დოლარი გვიჯდება. არა მხოლოდ მათ, არამედ სხვა ქვეყნებსაც. შეხედეთ ნატოს. ჩვენ 100 მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ევროპის რუსეთისგან დასაცავად, 100 მილიარდს, ძირითადად რუსეთისგან, თუმცა სხვა რაღაცეებისგანაც. შემდეგ კი ამბობენ, რომ არ სურთ იმ სრუტის დაცვაში ჩართვა, საიდანაც ნავთობის უმეტეს ნაწილს იღებენ, ნავთობის 50%-ს იღებენ და არ სურთ ჩარევა. რატომ ვაკეთებთ ამას? მე მხოლოდ სამართლიანობა მინდა. სამხრეთ კორეას ძალიან კარგად ვუგებ, მაგრამ წელიწადში 3 მილიარდ დოლარს იხდიდნენ. შემდეგ კი ალბათ ბაიდენი დაარწმუნეს, რომ მე ცუდი ადამიანი ვიყავი და არ უნდა გადაეხადათ. ბაიდენმა ეს ბრძანება მაშინვე გააუქმა. გაცილებით მეც მივიღებდით. ჩვენ ყველა ამ ქვეყნის დაცვა არ შეგვიძლია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ჩვენს დახმარებაზე უარს ამბობენ. ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციამდე ერთი დღით ადრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პენტაგონს სამხრეთ კორეასთან ყოველწლიური ერთობლივი სამხედრო წვრთნების მნიშვნელოვნად შემცირება უბრძანა. სამხედრო წვრთნების მიზანი, რომელშიც 18,000 სამხრეთ კორეელი სამხედრო მონაწილეობს, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომავალი საფრთხეებისთვის მზადყოფნის გაძლიერებაა. წვრთნების შემცირების გადაწყვეტილება კი დონალდ ტრამპის მხრიდან მოკავშირე ქვეყნის წინააღმდეგ და მოწინააღმდეგე ლიდერის სასარგებლოდ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. სამხრეთ კორეის მსგავსად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ სხვა მოკავშირე სახელმწიფოებიც, მათ შორის ევროპა და ნატოს წევრი სახელმწიფოები არაერთხელ გააკრიტიკა, იმის გამო, რომ ირანთან ომში ჩართვაზე უარი განაცხადეს.